ნეანდერტალელის გენი შესაძლოა აუტიზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი იყოს. ნიუ-ორლეანის, ლოიოლას და კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევარები აუტიზმის სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ. კვლევა პირველია, რომელიც აჩვენებს, რომ ნეანდერტალელისგან მემკვიდრეობით მიღებული დნმ-ის მარკერები აუტიზმის მქონე ადამიანებში უფრო ფართოდ არის გამომჟღავნებული, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. რას ნიშნავს ეს? 15 წლის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე ადამიანები ნეანდერტალელების დნმ-ს ატარებენ. დღეს დედამიწაზე მხოლოდ ერთი სახეობა, ანუ გონიერი ადამიანი, იგივე ჰომო საპიენსი არსებობს. თუმცა მანამდე არსებული სახეობებიდან არიან ცნობილი ჰუმანოიდების ჯგუფი, რომელიც ფართო ტერმინია და გულისხმობს ყველა არსებას, რომელიც ადამიანის მსგავსად ევოლუციის გზით იყო განვითარებული და ასევე ნეანდერტალელები, რომელთა დნმ ამ დროისთვის კარგად არის შესწავლილი. ისინი ითვლებიან ჰომო საპიენსის გარებიძაშვილებად, რადგან თანამედროვე ადამიანის ნაწილს, განსაკუთრებით ევროპისა და აზიის მოსახლეობას 1-დან 2%-მდე ნეანდერტალელების დნმ აქვთ თავის კოდში. ეს იმის შედეგია, რომ თავის დროზე ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების შეჯვარება მოხდა, რამაც გენეტიკური გადაჯვარება, ანუ კროსბრიდინგი გამოიწვია. ამ მიგნების შემდეგ მკვლევარებმა ეს უძველესი გენეტიკური მემკვიდრეობის შტამი სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირეს. დაიწყეს შესწავლა სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ავტოიმუნური, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ქცევითი ადაპტაციების, ვირუსული გენების, მედიკამენტოზური რეაქციებზეც კი. ასევე ამ ვრცელ სიას აუტიზმის შეემატა. შედეგებმა აჩვენეს, რომ ნეანდერტალელებისგან მიღებული გენეტიკური მარკერები უფრო ხშირია აუტიზმის მქონე პირებში, ვიდრე ამ გენის ნაკლებად მატარებელ პოპულაციაში. ეს კვლევა ნათელს ფენს აუტიზმის რთულ გენეტიკურ კოდს და ხსნის ახალ შესაძლებლობას მისი წარმოშობის გასაგებად. გამარჯობა, მე გუგა ვარ და გიბრუნდებით პაციენტის მე-12 ვიზიტით. დამოკიდებული ადამიანი არ უნდა ჩავთვალოთ მორალურად სუსტად, არამედ პაციენტად, რომელსაც დახმარება სჭირდება. 1956 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ პირველად აღიარა ალკოჰოლიზმი დაავადებად. 90-იან წლებში ნეირომეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ნარკოტიკები ცვლის ტვინის სტრუქტურას და ფუნქციას. რის შედეგადაც საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ უფრო მკაფიოდ დაიწყო დამოკიდებულების აღქმა, როგორც ტვინის ქრონიკულ დაავადებად. დღეს მედიცინა და ჯანდაცვა დამოკიდებულებას ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზარტზე, ნიკოტინზე და სხვა სახის ადიქციებზე დაავადებად აღიარებს. წელიწადში 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო. საქართველოს რეალობაც საგანგაშოა და არ ჩამოუვარდება მსოფლიოს სტატისტიკას. პაციენტის დღევანდელი სტუმარია ნარკოლოგი, კლინიკა ნიშატის დირექტორი ბატონი ზაზა ჩიქოვანი. დიდი მადლობა ბატონო ზაზო მოგზანებისთვის, თქვენი დროის გამონახვისთვის. საკმაოდ სენსიტიურ, მძიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ დოგმატური არის, ესე ვთქვათ, ჩვენ სოციუმში, ბევრს არ უყვარს ამაზე ღიად საუბარი და ბევრი საერთოდაც აი ზუსტად ამ სიტყვებს, რომ ეს არის დაავადება და ამას სხვა სახის მკურნალობა სჭირდება, არ აღიარებს, ასე ვთქვათ. ეს შეიცვალა, ეს ადრეც იყო ესე და დღემდე ესე არის თუ რაიმე ცვლილებები სოციუმში ამ სახით მაინც გვაქვს? მადლობას გიხდით მოწვევისთვის და სასარგებლო საქმე კეთდება ნამდვილად, რომ პაციენტების პოდკასტები არის განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის და ზოგიერთი მითების დასანგრევად, რასაც ადამიანი ამოიკითხავს Google-ში და ასეთი განათლებას მიიღებს. საჭიროა, რომ აი სპეციალისტებმა განმარტონ პოპულარული ენით, გასაგებად ყველაფერი ეს საკითხები. მართლა ვზანებ თქვენ, სტიგმირებულია, ანუ სტიგმა ადევს ამ დიაგნოზს და ამ დიაგნოზით დაავადებულ პაციენტებს. ადრე არ იყო ასე. თუ ჩავხედავთ ისტორიას, ჯერ კიდევ ქურუმები ხმარობდნენ ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ტვინზე და იწვევს აღქმის და შეგრძნებების შეცვლას. ამას იყენებდნენ იქ ლოცვების დროს, შელოცვების დროს, შამანები იყენებდნენ, წითელკანიანი ინდიელები, ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც იქ სხვადასხვანაირი იყო ნივთიერებები. იყო ოპიუმი, ხო? აზიაში, რომელსაც იყენებდნენ
შემდეგ ამას მოყვა ომები, მე ჩინეთის და ბრიტანეთის ორჯერ ჩატარდა ეს ომი. ნათქვამი არის უნდათ როგორც ყოფილიყო კარგი, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის. ოპიუმის ჩასანაცვლებლად აღმოაჩინა მეცნიერმა გერმანელმა მორფი, რომ ოპიუმისთვის დაენებებინათ თავი. მერე მთელი ხელმისაწვდომობა ვისაც ჰქონდა მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდეც, როგორც ძირითადად წერლები, პოეტები, მუსიკოსები, ესენი ელიტა, ექიმებიც გადავიდნენ მორფზე. და მორფინისტი ეს სახელი დამკვიდრდა. მერე ამის საწინააღმდეგოდ გამოიგონეს ჰეროინი 30-იანი წლები, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ჰეროინი. და ბოლოს 60-იან წლებში გამოიგონეს მეტადონი. ყოველი შემდეგი ნაბიჯი იყო უფრო მძიმე ნივთიერება, რომელიც უფრო მალე იწვევს მიჩვევას და უფრო ძნელია მისგან თავის დაღწევა. თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს იყო ელიტის და ხელოვნების და მათთვის ხელმისაწვდომი და კარგი, უკვე მე-20 საუკუნეში ნახეს, რომ ეს არ არის კარგი. ამას ზოგიერთმა ქვეყანამ დაუწყო სამართლებრივი ბრძოლაც, მაგალითად კანონები იყო, ხო? საბჭოთა კავშირში იაპონელებმა გააოსეს გემი, რაც შეეტეოდა ნარკომანებს და გაიყვანეს, ჩაძირეს. ჰიტლერის დროსაც თუმცა მის გარემოცვაში იქ ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჰიტლერის ხარში მდგომები მოიხმარდნენ საკმაოდ აქტიურად და ამბობენ, რომ ჰიტლერიც. ეს დამოკიდებულება ჩნდება, იმიტომ რომ ადამიანის, პრიმატების, ზოგიერთი სხვა მაღალგანვითარებული ცხოველებიც, რომელსაც აქვს პირობითი და უპირობო რეფლექსები, არა, ეს მიმართულია, უპირობო მიმართულია ხო ეს ჭამა, თავშესაუმალობის მოცემა და ასე შემდეგ, რომ იცოცხლოს. უპირობო რეფლექსები არის ესეთი, რომელიც სიამოვნებას ხებულობს. ადამიანი ან ზოგიერთი ცხოველი, ყველაზე არ არის გამოკვლეული, მაგრამ პრიმატებზე ეს აცნობია ხო, რომ სიამოვნებას უნდა მიიღოს. ამისთვის ორგანიზმს აქვს სპეციალური სისტემა ორგანიზმში, რომელიც რაღაც გამღიზიანებელზე ადამიანი გრძნობს სიამოვნებას. იგივე ჭამა, იგივე სექსი, იგივე მუსიკის მოსმენა, სპორტული წარმატება, კარიერაში წარმატება და სხვა ოჯახი, სამუშაოს წარმატების მიღწევა. რაღაც სიამოვნებებს იღებენ, მაგრამ და ამისთვის არსებობს ენდორფინი, ესეთი ნივთიერება, ანუ შინაგანი მორფინი, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი და ამით წაახალისებს რომელიმე მოქმედებას ადამიანის, რომ მან მიიღოს სიამოვნება. როცა ადამიანი ამ სიამოვნებას ღებულობს გარედან სხვა რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერებებით, მაშინ ეს სისტემა ჩლუმდება. თუ არ ვავარჯიშებთ, ხო, მაგალითად ფიზიკურ ვარჯიშებს თუ არ გავაკეთებთ, კუნთი განილევა, ხო, ატროფირდება. ტვინს თუ არ ვავარჯიშებთ, არ ვიკითხავთ, არ დავიმახსოვრებთ რაღაცას, არ ვისწავლით. ყოველდღიურად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც რაღაცა ახალს, ტვინიც ჩლუმდება, მეხსიერებაც დუმდება და ასე შემდეგ. ასევე მოსდის ამ სიამოვნების სისტემასაც. თუ გარედან გამზადებული შემოდის ეს ფსიქოაქტიური ნივთიერება, მერე ეს უკვე გადაეჩევა, დაჩლუნდება და აღარ ღებულობს ადამიანი ამ სიამოვნებას. რო აღარ ღებულობს სიამოვნებას, ამას ახლავს მთელი რიგი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოვლენები. ფიზიკური, ჩვენ ლომკას არ ვამბობთ, აღკვეთას, ხო? აღკვეთის შემდგომ ირღვევა როგორც ფიზიკური პარამეტრები ორგანიზმის, იქ სხვადასხვა ჩივილები შეიძლება იყოს, ოფლის დენა, ცრემლდენა, ტკივილები სახსრებში, კუნთებში, დაჭიმულობა, კრუნჩხვები და სხვადასხვა პულსის აჩქარება, ნაწლავის მოქმედების გახშირება და ასე შემდეგ. ეს ფიზიოლოგიური და ეს არის ფიზიკური დამოკიდებულება.
გარდა ამისა არის ყველაზე წამყვანი და მნიშვნელოვანი არის ფსიქიური დამოკიდებულება. ასეთ ადამიანს რო აღარ აქვს სიამოვნების მიღება, მას უვითარდება რა თქმა უნდა აპათია, პროსტრაციაში ვარდება, ანუ უხალისობა, აქვს დეპრესია, ანუ მელანქოლია, ცუდი აზრები, შავი, ხო ასეთი. და ეს საკმაოდ ძნელი გადასატანია და დაუძლებელია. საერთოდ დამოკიდებულება არის ორნაირი. ერთი არის ნივთიერებისადმი დამოკიდებულება და მატერიალური დამოკიდებულება და მეორე არის ემოციური, ფსიქოლოგიური. ნუ რაც შეეხება მატერიალურ დამოკიდებულებას რა არის? ეს იქნება დაშვებული ნარკოტიკები, მაგალითად თამბაქო, ალკოჰოლი, ხო, ესენი. და აკრძალული კიდევ სხვადასხვა ოპიატები იქნება, სტიმულატორები თუ სხვადასხვა კანაბისი და სხვები. რაც შეეხება ემოციურს, აქ არის დამოკიდებულება ეს უკვე გაუმუშავებული ჩვევების პერიოდულად გამეორება. ეს იქნება ინტერნეტი, ტელევიზორი, კაზინო, ჭამაც და კარიერაც. საშინელი დამოკიდებულება აქვს. თუ კი აღკვეთეთ, იწყება საშინელი აღკვეთის სინდრომი. თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ფიზიოლოგიური დამოკიდებულება. აქ რო ჩაგეძიოთ, თავისთავად ალბათ ნარკოტიკები განსხვავებულ ეფექტს ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე და აი ფიზიოლოგიური დამოკიდებულების მოშორება, ესე ვთქვათ, რამდენად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, რა დროს შეიძლება დასჭირდეს ამას. ეს ფიზიოლოგიურში იგულისხმება ის, რომ ყველა ეს ფსიქოაქტიური ნივთიერება ახდენს რაღაც რეაქციებს, ხო, ორგანიზმში. პირველ რიგში ტვინში წარმოიქმნება რაღაც ნივთიერებები და აი ეს ამის როცა მიჩვეულია უკვე ტვინი ნივთიერებას, მისი აღარ მიღება, ანუ აღკვეთა უკვე გამოიწვევს შესაბამის უკუ რეაქციას. და იმის დამეხედვით ძალიან ჩამოთვალე იქნება სიმპტომები, ტკივილი პირველ რიგში, გულსგზავთა სისტემის მხრივ რეაქციები, კანის მხრივ, თვალის მხრივ, წრემდენა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, შარდვას პროცესიც ირღვევა. და ამავდროულად ბევრი ისტორია უსმენია, მე მაგალითად ოჯახშიც მქონია ესეთი ისტორია, რომ თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება ერთ დღეში გაქარწყლებულა, ესე ვთქვათ რა, ერთ შემთხვევის შემდეგ უკვე ყველაფერი მოგვარდა, ასე. ნუ თამბაქოს შედარებით მართალია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული და დაავადებების წარმოშობასაც ყველაზე მეტ სტატისტიკით გვიჩვენებენ, რომ თამბაქოსგან გამოწვეული არის ამდენი დაავადებები, გასტრიტი, ფილტვის კიბო და ასე შემდეგ და მაგრამ ეთყობა ის უფრო მსუბუქია. ანუ ეს ბუნებრივად არის და ამბობენ ხოლმე, ხო? ძალიან ადვილია თამბაქოს გადაგდება, მე 90 ჯერ გადავარდე. კი ბატონო. მაგრამ ფსიქოლოგიური მაინც ეს ჩვევა. თუმცა ამავე დროს ნიკოტინის შიმშილიც არის. და ერთ-ერთი კურნალობის მეთოდი არის, რომ ამ ნიკოტინის მიღება პერკუტანულად კანის ხო დააკრავენ რაღაცას, ან შეიძლება დაღეჭოს. არსებობს ესე ვთქვათ, შეგვიძლია გადავხედოთ ათეულს ყველაზე მძიმე ნივთიერებების, რომლებიც კი იწვევენ დამოკიდებულებას. ზედაპირულად რო გადავხედოთ, ეს არის ჰეროინი, ფენტალინი, კოკაინი, მეტამფეტამინი, ნიკოტინი, ალკოჰოლი მეხუთე მეექვსე ადგილზე, შემდეგ მოდის ბენზოდიაზეპინები, კანაბისი, MDMA და ექსტაზი, ეს თანამედროვე სინთეტური ნარკოტიკები და LSD და ფსილოციბინი. თუმცა არსებობს კიდევ ესეთი ტერმინი მსუბუქი ნარკოტიკები. რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ტერმინი და რამდენად შეიძლება მისი გამოყენება? იცით, მსუბუქი, ძლიერი, ჩვენ ხო ერთმანეთთან არ ვაპაექრებთ ამ ნივთიერებებს, რომელი გადაუწევს კლავს. საერთო ჯამში ყველა აყენებს ზიანს ადამიანს. პირველ რიგში აყენებს ზიანს ტვინს და ბევრი მათგანი მერე კიდევ აყენებს ზიანს გულსიძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას და სხვადასხვა გართულებები ახასიათებთ. უბრალოდ იმის დამეხედვით თუ ვნახავთ
რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ეს და იქიდან რამდენია სტატისტიკურად და მომხმარებელი შეიძლება ცოტა იყოს რომელიღაცა ნივთიერების და იქ სტატისტიკაში არ ჩანდეს ის გართულებები ამგეთ არც ერთი არ არის ჩვენთვის ჩვენ არ ყოფთ ამას სუბუქ და ძლიერად ნარკოტიკი არის ნარკოტიკი საქართველოში ალბათ მაინც ფიქრობ რომ ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლი იქნება ჩვენი გამომდინარე რომ ისტორიის ნაწილიც არის და კულტურის ნაწილიც არის ალკოჰოლის მიღმა რა არის ყველაზე გავრცელებული რაც ყველაზე ხშირად გვხდება ალკოჰოლს რაც შეეხება თან სოფლიოშია მოდებული და ძალიან გავრცელებულია და მე ვიტყოდი რომ არის უნიკალური ნარკოტიკი ალკოჰოლი მოქმედებს როგორც ტკივილ გამაყუჩებელი როგორც ოპიუმი მორფინი და ასე შემდეგ ხო ტკივილ გამაყუჩებელი მე-19 საუკუნეში ოპერაცია მანამ ნარკოზი დაინერგებოდა ან ინტრავენური ან საინჰალაციო აკეთებდნენ ოპერაციებს ამპუტაციებს არღეთ ალკოჰოლი არის კარგი საძილე საშუალება დალევს ადამიანი დაიძინებს ისევე როგორც ბარბიტურატები ხო ალუმინალი და ასე შემდეგ არის შესანიშნავი სტიმულატორი აი როგორც ეფედრინი და სხვა რაღაცები რატომ გახსოვთ ალბათ ხო დაუსხავდნენ 250 გრამ არახს და ტანკს უვარდებოდა ხალხი და ზაროჯინო ზა სტალინა ეს ჩემო ბატონო და დასაწყისში არის როგორც ანტიდეპრესანტი პირველი 6 ჭიქა 7 ჭიქა ადამიანს ეხსნება კომპლექსები აღარ არის მორცხვი მღერის ცეკვავს სიტყვებით გამოდის მაგრამ დილას ეს ხდება უკვე დეპრესანტი ასეთი ანუ ნარკოტიკის ყველა იმიტომ რომ იმასაც როცა აღკვეთა ნარკოტიკს ყველას აქვს მერე დეპრესია ხო ანუ ეს არის უნივერსალური ნარკოტიკი თან ჩვენთან ეს არ არის აკრძალული ჩვენთან პირიქით არის ტრადიციებში ჩვენ რელიგიაში ხო ალკოჰოლს ბავშვობიდან სინჯავენ ჩვენთან საქართველოში მაგრამ თუ დაგვირები ხართ პირველი რამდენიმე მიიღება ყოველთვის თავდება ცუდი შედეგით ანუ ეკნებათ გულისრევის შეგრძნება ღებინება რატომ იმიტომ რომ ტვინი ამას აღიქოს როგორც ჩხამს და ეს რეაგირებს შესაბამისად უბრძანებს რომ არიქა მოაშორეთ ეს ნივთიერება ორგანიზმიდან და ეწყებათ ღებინება ხო მერე უკვე მიდის შეგუება მეტოქეობა მედავლი 1 ბოთლი მედავლი 2 ლიტრიანი ყანწი და ასე შემდეგ და მე რა ტვინმა უკვე ჩაიქნია ხელი და ანუ ტოლერანტობა გამოიმუშავა ტვინმა და აღარ რეაგირებს ამაზე მაგრამ შემდგომში უკვე ხდება მესამე მეოთხე სტადიაში ის რომ მცირე დოზებით უკვე ლაბილური აქამდე ტოლერანტული იყო ეხლა გახდება ლაბილური მცირე დოზებზეც უკვე თავს თებში ხო სუპრასტარ ადამიანი ერთი ჭიქას დალევს და ზოგადიშვილად და თავდება ეს მერე პიროვნების დეგრადაციით ვერც კითხულობს ვერც წერს ვერც ვერაფერს სახელს და გვარს ვერ დაგიწერს და არაფერი არ ახსოვს გარდა იმისა რომ დალევს ეს ჩვენთან კიდე არ აუშავს იმიტომ რომ ალკოჰოლის სხვადასხვა ისინია ალკოჰოლიზმის ფორმები ჩვენთან ისე ხშირი არ არის გენეტიკური წარმოშობის გამიგეთ არის ხალხები სადაც გენეტიკურად მაგალითად შორეული აღმოსავლეთის ხალხები როცა რუსეთის იმპერატორმა შეიტანა იქ არაყი გენოციდი მოუწყო ყველანი თითო ერთი ბოთლით ლოცდებოდა მთელი სოფელი და მოახდინა გენოციდი ასევე მოახდინეს ევროპელებმა წითელკანიანების ინდიელების ამერიკარო დაიპყრეს ცეცხლოვანი წყალი და ერთი ბოთლი ვისკის საფასურად ტყეებს ტრამალებს ყიდულობდნენ და ეს ხალხი დეგრადირდნენ და შეღარეს რეზერვაციებში საბოლოო ჯამში ეს ალკოჰოლიც ძალიან საშიშია მაგრამ აი როგორ მივახვედროთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ ეს არის ნარკოტიკული საშუალება ეს არ არის კარგი რამ უნდა მიიყვანოს ისინი აქამდე პირველი ეტაპი უნდა დაიწყოს ბავშვის აღზრდიდან ჯერ სკოლამდე ასაკში ის რომ ბავშვი იყოს
წესი თბილ გარემოში კონდეს მასზე ზრუნვა, მშობლების სიყვარული და კონტაქტი მშობლებთან, რომ ბავშვს არ მოერიდოს და რა პრობლემაც აწუხებს, ეს ამაზე ხშირად ისაუბრონ ოჯახში. ყველაზე კარგი დევიზია, რომ არ გასინჯო. ერთი დევიზი და მეორე იღავი ფხიზელი, be real. ცხოვრებას თავისი პრობლემებით და კარგით და ცუდით უნდა შეხედო ფხიზელმა. ფხიზელი თუ არ შეხედავ, მაშინ შენი საქმე ვერ იქნება კარგად. ეს უნდა სკოლაშიც იყოს და აუცილებელია ესე გარემოც, რა თქმა უნდა. გარემოც კარგი უნდა იყოს. ყველას არ მოწონს პირველი გასინჯვა და შეიძლება მე აღარც მოეწონოს ეს გაბრუება, ეს თავის ტკივილი, ეს მეორე დღეს ცუდად გახტომა და აღარ გააგრძელოს. ჩვენ ვასხოვებთ ტერმინებს, ხო, ამ პაციენტებში არიან მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლია თვეობით არ მოიხმარონ, პერიოდულად ხანდახან მოიხმარენ. და არიან ნარკომანიით დაავადებულები, რომლებსაც აქვთ უკვე დაუძლეველი სტოლვა მისი მოხმარებისადმი. აი ეს განსხვავება მათ შორის. ეს შინაგანად ორგანიზმზე არის უშუალოდ დამოკიდებული, თუ ნების ყოფაზე და ფსიქოლოგიაზე, ასაკზე, ნივთიერების სახეობაზე და მის ნების ყოფაზე. ადრე მომხმარებლები ვინც იყვნენ ძლიერი ნარკოტიკის და გადააგდეს, მაგრამ გადავიდნენ ალკოჰოლიზმს და უფრო ადვილად და სწრაფად გადავიდნენ ვიდრე სხვები. იმიტომ რომ იქ ცენტრალური სისტემა ჰემატოენცეფალური ბარიერი ქვია, ხო? ტვინსა და სისხლშორის ბარიერია, ყველა წამალი, ყველა ნივთიერება არ გადის ამ ბარიერში. ასევე რო წარმოვიდგინოთ, რომ არის რაღაც პატარა კარები ან ჭიშკარი, რომ ეს ნივთიერება მოხდეს სისხლიდან ტვინში. როცა ადამიანი არის მომხმარებელი ნარკოტიკის და მერე გადადის ალკოჰოლზე, ეს ალკოჰოლი თუ მაგალითად 100 გრამს რო დალებდა, იქიდან 1 გრამი ხდებოდა, ახლა ხდება 10 გრამი ტვინში. და იწვევს დოზირებაც იზრდება ეს. მოთხოვნა თვითონ ორგანიზმის რომ დოზირება გაიზარდოს. რო შევადაროთ თუ არის შესაძლებელი შედარება თანამედროვე, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სინთეთიკური ლაბორატორიული ნარკოტიკები, რაც ძალიან მოხშირდა და მომრავლდა და რისი გაკონტროლებაც სამწუხაროდ თვითონ კანონითაც რთულია, იმიტომ რომ მარტივად მზადდება და გვაქვს ეგრეთ წოდებული, რომლებიც ახსენეთ ტრადიციული, ეს ძველი ბუნებრივი ბრწყალებში ნარკოტიკები. აი მათი ზეგავლენა ორგანიზმზე რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან? გეტყვით. საერთოდ ამ ნარკოტიკების საკითხს და მის ამ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას ყველაფერს კლასიფიკაციებს, ყველაფერს ამას არეგულირებს საერთაშორისო კონვენცია, ქვია ამას ნარკომანიის შესახებ კონვენცია, რომელიც 1961 წელს მიიღო გაერომ, 77-ში გადაისინჯა, ჩვენ შევერთით 2000 წლის 23 აპრილს, თებერვალს, 23 თებერვალს შევერთით და მე რაღაც შესწორებები შევიდა. აი ამ კონვენციაში არის დამატება სიები, აჯგუფის, ანუ სუბთა ნარკოტიკები, არის მეორე ფსიქოტროპულები და მესამე პრეკურსორები, ანუ რისგანაც შეიძლება დამზადდეს გუსტარულად ეს. და იქ ყველა სათითაო ნივთიერება უზარმაზარი სია, რამდენიმე ასეული ნივთიერება თითოეულში ჩამოთვლილი და გაწერილია 4 ჰიდრო, 6 აშ, ის რა ქვია, OH, მეთილ, ეს ფორმულა არის გაწერილი აი იმაში, რა ქვია, ნუსხაში. და შესაბამისად ყველა სახელმწიფოს ეს დარიგებული აქვს და იცის, რომ ეს ნივთიერება რო შემოდის საზღვარზე, განსაზღვრავენ ხო ლაბორატორია, ან მოყვება ხო იმას თავის პასპორტი ნივთიერებას და თუ ეს ნივთიერება, ესე იგი ეს ნარკოტიკია და არ უნდა შემოუშვან. მაგრამ ახალი ნივთიერებების არსი რაში მდგომარეობს? აი ამ დადგენილ ფორმულაში სხვადასხვა ქიმიური რეაქციებიც სახში შეიძლება ამის გაკეთება და იატაკქვეშა ლაბორატორიებშიც რაღაც მაგალითად ერთ წყალბადს ჩაანაცვლებენ სულფიდით ან ნახშირბადით.
ყოველწლიურად დაახლოებით 10 ასეთი ახალი ნივთიერების გამოსვლა ხდება აი ამ შავ ბაზარზე. მაგრამ ამავე კონვენციაში არის მე-13 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია გააძლიეროს და გაამკაცროს ამათვე ნივთიერებებისათვის. იგივე იყო აი ბუპრენორფინი, სუბუტექსი, რომ იყო ბუმი ხო, რომ დაიწყო შემოტანა და შემოტანა ყველანაირი გზებით. არ ეწერა ეს ბუპრენორფინი. და ბუპრენორფინი იხმარება კი ბატონო ენის ქვეშ. აძლევდნენ პაციენტებს ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ჩვენმა ნოვატორებმა ამის დაფშხნა, გახსნა და გაკეთება ესწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებით, ტაბლეტი რომ ფორმა მიიღოს, მას სჭირდება რაღაც შემკვრელი. იქ არის ტალკი, იქ არის სიმინდის სახამებელი, სილიციუმის ოქსიდი და სხვადასხვა ნივთიერება, რომ ამას ფორმა ჰქონდეს და იქ არის სულ 8 მილიგრამი ბუპრენორფინი. დანარჩენი ლამის 100 მილიგრამი არის ეს რაღაცები. სიმინდის სახამებას რო იკეთებთ ვენაში. რა მოუვა თქვენ ვენას? არ მოუვა თრომბოფლებიტი, არ გაგიჩნდება ვარიკოზი, არ გაგიჩნდება ტრომბები, არ წავა ეს ტვინში, ან გულის ყება გვირგვინოვან არტერიაში და არ გამოიწვევს ინფარქტს. ჩვენ ალკოჰოლზე ვისაუბრეთ და მის როლზე საქართველოში და კიდევ ერთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ესე ვთქვათ, ითვლება, შეიძლება ითქვას, ტრადიციულად, რომელიც დიდი ხანი არის საქართველოში, ეს არის მარიხუანა. რომელზეც ბევრი მიიჩნევს, რომ არის ბუნებრივი და ერთ-ერთი მიზეზი, რაც ბევრის გამსმენია, რომ აი ბევრმა ქვეყანამ უკვე ის ლეგალურად აქცია და აი ეს არის ერთ-ერთი გამართლება, მიზეზი, რომელიც საუბარში შეიძლება მოიყვანო, რომ იმდენად მძიმე ნარკოტიკი არ არის. ერთი ნარკოტიკი რო ეს არის იმ კონვენციაში. მასზე დამოკიდებულება F12 არის დაავადებათა და სინდრომთა საერთაშორისო კლასიფიკაციაში. ICD-10 იყო, ეხლა ICD-11 გამოდის აქ ნახოთ. სადაც არის ჩამონათვალი ხო, მაგალითად ალკოჰოლზე, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიური და ქცევითი აშლილობები. ეს 10, მე-11 თავია ოპიოიდებით გამოწვეული და მესამეა სწორედ 12 არის კანაბინოიდებით გამოწვეული. ანუ ეს დიაგნოზი არსებობს. ეს ნივთიერება არის ნარკოტიკი. კანაბინოიდებს, რომელშიც ძირითადი ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინი, კანაბინოლი, ეს მოქმედებს ზოგადად ტკივილ გამაყუჩებელად. ამერიკის ზავგერს შტატებში, კანადაში ეს ყველგან დაშვებულია სახშიც მოყვანა, მოხმარებაც აფთიაქში შეიძლება შეიძინოთ რეცეპტით, აუცილებლად. წინა ჩემი თაობის და უფრო წინა ხალხიც, ნაცნობების და ამხანაგებიც ამბობენ, რომ არ იყო წინათ ესეთი ძლიერი. ეხლა არის გენმოდიფიცირებული, ასე ვთქვათ, გამოყვანილი ასალი ჰიბრიდული ჯიშები, რომელშიც კონცენტრაცია არის ბევრად მაღალი. და გარდა იმისა, რომ კონცენტრაცია მაღალი, კიდევ აქვს იქ ახალი თვისებები შეძენილი, რომ მიჩვევას უფრო იწვევს, ვიდრე აყუჩებს ტკივილს მაგალითად ან რაღაცა. კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც საერთოდ ნარკოტიკად არ არის გააზრებული ჩვენ სოციუმში, ეს არის კოფეინი. და რომელზეც საკმაოდ დიდი საზოგადოება ასევე დამოკიდებული არის რეალურად, მე ვიცნობ ხალხს 5-6-7 ჭიქა თუ არ დალიეს, დღის განმავლობაში ორგანიზმი ვერ ფხიზლდება, ასე ვთქვათ. არ არის ეს ნარკოტიკი. და კოფეინიც აღარ არის უბრალეს ხავაში. არც ხსნაჩიც და არც უხსნაჩიც. ეს გაითვალისწინეს და თანდათან კლებულობს. მაგრამ გარდა ამის არის კიდევ მიჩვევა. ეს ჩვევა. აი ეს ჩვევა, როდესაც ირღვევა და რასაც ჩვენ უფრო მარტივ ენაზე და გასაგებ ენაზე ვეძახით ლომკას, აი ეს არის ალბათ მთავარი შიში დამოკიდებული ადამიანების, რისიც ყოველთვის ეშინიათ და რაც ართულებს ყველანაირ დამოკიდებულების თავის დაძლევას. თავისი მძიმე სიმპტომატიკა აქვს, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური ცხოდა ეშინია, მაგრამ არის ხალხი, ვინც მშრალად გადაუტანია, გაგიგიათ ხო? ზოგი ჩაიკეტება სახლში, ზოგი საწოლზე მიებმება, ზოგი ბატარეაზე და გადაიტანს.
მაგრამ ეს შეიძლება გააკეთოს ახალგაზრდა ორგანიზმმა, ჯამთელმა, მანამდე რომ ჯამთელი იყო, ძლიერმა ორგანიზმმა და რომელიც უკვე დასუსტებულია, მისთვის მართლა ძალიან ძნელი გადასატანია, იმიტომ რომ იქ არის წნევის თამაში, პულსი, დატვირთვები, სითხის დაკარგვები და 1000 სხვადასხვა ფიზიოლოგიური მოვლენები, რომელიც შეიძლება ვერ გადაიტანოს მისმა ორგანიზმმა თუ არ დავეხმარებთ ჩვენ. აი მკურნალობაში არის რამდენიმე მეთოდი. პირველი ეტაპი არის დეზინტოქსიკაცია, დეტოქსი, რასაც ეძახიან. ეს დეტოქსიც არის ორნაირი, არის ულტრასწრაფი დეტოქსისაც მიმართავდნენ ზოგი და ჩვენთანაც სცადეს, მაგრამ არ გამოვიდა და ჩვეულებრივი დეტოქსი, ხო? და მეორე არის ჩანაცვლების მკურნალობა, როცა ადამიანი თანდათან ეჩვევა, რომ არ მიიღოს ნარკოტიკი, დოზის კლებით, საზოგადოებაში ინტეგრირებით, სამსახურში აღდგენით და სხვადასხვა იმედი. ჩვენთან ქვეყანაში ეს პროგრამები მოქმედებს ეს პროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო რაღაც წინააღმდეგობები და მაგრამ ეს გამოცდილი პრაქტიკაა მსოფლიოში. არსი რა არის, ადამიანებმა აძლევენ იმ დოზას, უნდა მისცენ ისეთი დოზა, რომ მას არ კონდეს აღკვეთის მდგომარეობა. ანუ იყოს შრომის უნარიანი. შეიძლება გავიდეს, გამოვიდეს, იმის მუშაობს კიდეც. არის მაგალითად ისრაელში მაგალითად ამ წეებზე მუშაობენ. იმიტომ რომ ეს ფხიზელია. უბრალოდ მას არ აქვს ეს ფიზიკური დამოკიდებულება, ეს ტკივილები არ აქვს აღხრების, კუნთების, twini არ აქვს დაბუნდული, რომ სადვიშოო რა ვქნა საწავიდე, გამიგეთ? მიიღებს დოზას და არის შრომის უნარიანი. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მძღოლი. იქ არ ართმევენ მას მართვის მოწყობას. მაგრამ ის იმ დოზას იცავს და არ უმატებს ის იქ არაფერს. ჩვენთან გამოვიდა ისე, რომ გვინდოდა კარგად, გამოვიდა როგორც ყოველთვის. ამით ძალიან ბევრი პრობლემები ახსნება სახელმწიფოს. არ არის მოთხოვნა შავ ბაზარზე, ხო? წავიდა დაალევინა ექიმმა, აღარ დაუწყებს ძებნას. მეორე, ამას ხო სახსრები ჭირდება. უნდა სადღაც იშოვოს, რომ გაათავებს რესურსებს, მერე უნდა კრიმინალური წესით მოიპოვოს, ხო? ან მოიპაროს, ან იქურდოს, ან ოჯახიდან გაიტანოს, ხო? და კონტროლი, რომ აი ეს დოზას აღებულობს, მაინც რატოა გაბრუებული, რატო გარეთ ხوار დაიმატა რამე. ეგ ერთი საკითხი. უნდა იყოს გაწერილი კარგად, მაგრამ ყველასთვის ერთნაირი კი არა, ინდივიდუალურად უნდა იყოს გაწერილი. აი ადამიანს იმის დამიხედვით, როგორი მომზადებულია მისი ორგანიზმი, ან როგორ დაზიანებულია მისი ორგანიზმი, თუ ზოგიერთს ქრონიკული დაავადებები აქვს. ეს უნდა იყოს კარგად ექიმთან ერთად, რომელიც პაციენტს კარგად იცნობს, მან უნდა გაწეროს ეს და ყოველდღიური დაკვირვებით, რომ არ იყოს პაციენტი არც აღკვეთის მდგომარეობაში და არც გაბრუებული. თქვენ ახსენეთ აფთიაქი და ფსიქოტროპულ საშუალებებზეც რო ვისაუბროთ, რომლებიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა, შეიძლება ითქვას. აი მათი ზიანი ტვინზე რამდენად გამოსწორებადია შემდეგ? ნუ ჩვენ თქვით რომ ეს არის ფსიქოტროპულები, ხო? ყველაფერი მოქმედებს ტვინზე. ისწავლები საჭიროა, როცა არის ნევროლოგის დანიშნულება, ან ფსიქიატრის დანიშნული. და უკონტროლოდ მიღება, რა თქმა უნდა, აზიანებს, იწვევს მიჩვევას და აზიანებს. კიდევ არსებობს ესეთი ტერმინი, ჩვენთან გავრცელებული, არ არსებობს ყოფილი ნარკომანი. ეს არის ქრონიკული დაავადება. მაგრამ ემორჩილება მონიტორინგს და მენეჯმენტს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შაქრიანი დიაბეტი, ხო? მაგრამ მის მენეჯმენტს ახორციელებს, იცავს დიეტას, იღებულობს ან იკეთებს ექიმის დანიშნულ მედიკამენტს, ინსულინს ან ანტიდიაბეტურ საშუალებებს და ეს დაავადება არის და არის. თუ დაარღვია დიეტა, მოხდება რეციდივი, ხო, ავარდება შაქარი. ასევე ჰიპერტონული დაავადება, ასევეა დამოკიდებულებაც. თუ ადამიანი აღარ ღებულობს, დაძლია აღკვეთის მდგომარეობა და არის რემისიაში, ანუ აქვს ნათელი პერიოდი. მაგრამ შეიძლება მოხდეს
რეციდივი. სასურველია რომ ეს რეციდივი მალევე აღკვეთოს, მალევე მივიდეს ექიმთან, რომ მალევე გადავიდეს ისევ რემისიაში, ნათელ პერიოდში. კიდევ ერთი საკმაოდ მძიმე ტერმინი, რაც ხშირად გვსმენია და რაც ხშირად ხდება, ეს არის გაპარვა. ზედოზირება, რასაც ალბათ პირველ რიგში იწვევს გაუცნობი უვიცობა, ესე ვთქვათ, იმ თვითონ ნარკოტიკის, რაც იღებს ადამიანი. და როგორ იღებს და სად იღებს. საერთოდ არის რეკომენდაციები, რომ მარტო არ უნდა მოეხმარონ. არ უნდა მოეხმარონ უცნობი ნივთიერება, რომელიც ადრე არ მოუხმარეთ. ჩვენ რომ ვყიდულობთ წამალს აფთიაქში, რამ სიგძე ინსტრუქცია აქვს, ხო? შეიცავს ამას, მოქმედებს იმაზე. ეს რომ ბრმად ყიდულობს რაღაც წამალს. იმან ხო არ იცის იქ გადამყიდველმა ან წარმოებელმა რა შეუულია იმაში. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ჰეროინის ნაცვლად იქ უმატებენ ფენტანილს, რომელიც უფრო ძლიერად მოქმედებს. თუ პირველად სინჯავს, ჯობია რომ მცირე დოზა გასინჯოს და მერე გაარკვიოს. ღირს მთლიანი დოზის მიღება თუ არა, საერთოდ რა თქმა უნდა არ ურჩევ რომ მიიღონ, მაგრამ თუ მაინც და მაინც ინტერესი აქვს. ეს ერთი მეორე საკითხი, ასე იგი უცნობი ნივთიერება პირდაპირ არის. მესამე არის რომ ეს ფსიქოტროპულები, ეს რეკრეაციული განსაკუთრებით არ შეიძლება მასთან ერთად სხვა ნივთიერების მიღება, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და ალკოჰოლი, რომელიც ძალიან ხშირად ამძიმებს აი ამ სურათს. ეხლა რაც შეეხება სტიმულანტებს, ჰალუცინოგენებზე არ არის საუბარი, თუმცა ზოგიერთი ჰალუცინოგენიც იწვევს ესეთი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. რაირო ცეკვას და აქტიურობა და მოძრაობებს სტიმულირებს. მაგ დროს იკარგება დიდი რაოდენობით სითხე. ორგანიზმი გადახურებული ამზედმე მოძრაობებით. მაგ დროს თუ მაგალითად 1 საათი იცეკვა, მერე 15 წუთი უნდა გავიდეს სადმე გრილულ თაღში არ გარეთ და დაისვენოს. ეს უნდა ურჩევ და სითხეები მიეღონ. არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლი. კიდევ ერთი, ალბათ ისეთი კითხვა, რომელიც ბევრ მშობელს ანერვიულებს, როგორ უნდა შეამჩნიონ ეს ნიშნები და როგორ უნდა მოიქცენ. იმიტომ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან დიდ აგრესიას აჩვენებენ, აკრძალვას, რაც პირიქით უარყოფით ემოციას იწვევს ბავშვის. დასაწყისში თქვით ჩვენ რომ უნდა იყოს კონტაქტი. მშობელსა და შვილებს შორის. ისეთი რომ ენდობოდეს მშობელს და ანუ რო გენდობოდეს უნდა შენს მის ინდივიდუალობას ეპატები, ხო? როცა მას მიიჩნევს ამ პერსონად შენი თოლა ადამიანად და მას აქვს ასე ვთქვათ აი ხმის უფლება ოჯახში, რომ მის აზრს ითვალისწინებენ მშობლები და იქნება გულახდილი მშობლებთან, ამას ადვილად მიხვდებიან. ნიშნები რა არის? მეგობრების წრის შეცვლა ვიღაცებთან მეგობრობ და ისინი არ მეგობრობენ. დაგვიანებით მოსვლა, რო არ ვიცით სად არის. რომოვა ხო არა აქ ან თამბაქოს სუნი, ან მარიხუანას სუნი, ან ალკოჰოლის სუნი. თვალების სიციკლე, უგების გაფართოება, ოპლიანობა, იქ ხან უმადობა, ხან პირიქით მათის გაძლიერება და ქცევის შეცვლა. სწავლაში ჩამორჩენა, როცა მშობელს დღეში 6 საათი მაინც აქვს, ხო, კონტაქტი შვილთან, ის ადვილად შეამჩნევს მის ქცევებში ყურადღება, იმას ცვლილებას და მიაქცევს ამას ყურადღებას. თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი გზა ამ პრობლემების დაძლევის არის საჭირო განათლების მიცემა სწორ დროს. სამწუხაროდ ბევრ ჩვენ მაყურებელს ესმის ხოლმე პირიქით და შეიძლება ბევრმა გაიგოს, რომ ეს იქნება ნარკოტიკების პოპულარიზაცია. აი, როგორ შეიძლება ეს განმარტოთ უფრო გასაგებად, რომ ეს განათლება პირიქით გამოასწორებს მდგომარეობას? უნდა აუხსნათ, რომ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რომ ბავშვებიდანვე გაარჩიონ ბავშვებმა და დაისახო რაღაც მიზნები, რა ჭირდებათ, იყვნენ მიზნად დასახულები, თუ უნდათ რომ რაღაცას მიაღწიონ, ან სპორტში, ან განათლებაში, ან სამსახურში, ან
სახელოვნებო სფეროში ან რაღაც გნებავთ რამე პროფესიას დაეუფლო. ეს ყველაფერი შეუშლის ხელს. ეს ერთი და მეორე, რომ ის ანგრევს ტვინს უმრავლეს შემთხვევაში და პიროვნების დეგრადაცია მოყვება ამას. სხვა რამეზე ვეღარ ფიქრობს, ვეღარ იფიქრებს სხვა რამეზე. სხვა სისტემებზეც მოქმედებს, გულსირძავთა სისტემზე, ღვიძლი ამაზე მოქმედებს ძალიან, ხო? ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, თქვენ დასაწყისში კიდევ ახსენეთ, რომ გარემო ფაქტორები ძალიან ხელის შემწყობია, რომ მიდრეკილი გახადოს ადამიანი. ამას წინათ გავეცანი ესეთ საკმაოდ ძველ უკვე ექსპერიმენტს, რომელიც 70-იანებში ჩატარდა, თქვენ გეცოდინებათ, ეს ვირთხების ექსპერიმენტი, რომელიც ჭარბად რო გქონდათ ყველაფერი და რო დაჭამეს მაინც ერთმანეთი. დიახ, აი ეგ ექსპერიმენტი რამდენად შეესაბამება, სადღაც უკვე 55 წელი გავიდა მას მერე როგორც ვიცი და რამდენად ეს შეესაბამება რეალობას და არის თუ არა ჩვენ მაგამდე შორსა ვართ სოციალური პირობებით, რომ გამაცხობისგან დავჭამოთ ერთმანეთი, მაგრამ არის ესეთი ჰედონისტური მიდგომა, ხო, აი სიამოვნებაზე. ჰედონისტური ეს ტრენაჟორიც ქვია, ესეთი ბილიკია, ხო, ტრენაჟორი. ანუ ადამიანს უნდა რომ იყოს რაღაც სიამოვნება, ხო? რაღაცას აჩუქე მაგალითად, ან იყიდა რაღაც პოცნებობდა, ფიქრობდა, ნატრულობდა, ხო? მიიღო ეს, ხო? და ანუ მას უკვე ოცნება აღარ აქვს. და რჩება აპათიაში და შეიძლება დეპრესიას ჩავარდეს. ამიტომ მან უნდა გამოიგონოს კიდევ ახალი მიზანი. იყიდა ხო მერსედესი? არა, ეხლა მინდა ფერარი. დაესახავს ამ მიზანს, გამიგეთ? ან თვითფრინავი მინდა უკვე, იახტა მინდა. ეს ჰედონისტური მიდგომაც არის ხოლმე მიზეზი, რომ იყოს განვითარდეს დეპრესია. ანუ ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ დავისახოთ სათანადო. ხო, და არის კიდევ ესე იგი კომპენსირებული მდგომარეობა ფსიქოლოგიაში. ანუ ისეთი მიზანი დაისახო, რომ აი ცოცხალი ვარ დღეს, მზე ამოვიდა, მიხარია. აი ესეთია, რაღაც სამსახურში რაღაცას მიაღწიე, კი ბატონო. თუ არ მიაღწიე, თუ გაგაგდეს, არა, რა კარგია მოვშორდი სასეცხრებს, წავალ რაღაც ახალ სამსახურს ჩემ ჭკუაზე გავაკეთებ. ესე იგი ფსიქოლოგია არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი ამ ყველაფერს. ფსიქოთერაპია ჭირდება მკურნალობის მეთოდებში რომ ვამბობდი ჩვენ დეტოქსიკაციას და ჩანაცვლების თერაპიას, მაგის შემდეგი ნაბიჯი არის ფსიქოთერაპია, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და მერე უკვე სოციალური და რეინტეგრაცია. დიდი მადლობა ბატონ საზა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. იმედია სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ჩვენ მამაყურებლებმა და იმედია რაღაც ნაბიჯებს გაითვალისწინებენ, რომ ეს პრობლემა მცირედ მაინც დაუძლიოთ ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს ყველას გვეხება და მთელი სოციუმი არის შეიძლება ითქვას ამ პრობლემით მოცული. სოკოვანი დაავადებები არის ინფექციები, რომლებიც სხვადასხვა სოკოს მიერ წარმოიქმნება და აზიანებს კანს, ლორწოვან გარს და შიდა ორგანოებს. სოკოები სასიცოცხლო საშიში დაავადებებს არ იწვევენ, თუმცა საყურადღებოა, რადგან მძიმე შემთხვევებში სოკო შეიძლება სისხლში და ფილტვებში გავრცელდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთა იმუნიტეტიც დაქვეითებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინიციატივით სექტემბერში სოკოვანი დაავადებების კვირეული აღინიშნება. სოკოვანი დაავადებები ანუ ფუნქციური ინფექციები არის ისეთი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სოკოებით, მიკროორგანიზმებით. ისინი ბაქტერიებსა და ვირუსებს შორის არიან განლაგებულნი და ძირითადად გვხვდებიან ნესტიან გარემოში. სოკოები ბუნებრივად არსებობენ ჰაერში, ნიადაგში, წყალში, მცენარეებზე, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმშიც კი. სოკოები ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც კლასიფიცირდება მცენარეებისა და ცხოველების განცალკევებით. ისინი მოძრაობენ სპორების, ანუ რეპროდუქციული ნაწილების გავრცელებით ჰაერში ან გარემოში. ბევრი სოკო ბუნებრივად ცხოვრობს ჩვენს სხეულში, პირის ღრუში, კუჭნაწლავის ტრაქტში, კანში, მხოლოდ გარკვეულ ვითარებაში შეიძლება გაიზარდოს და პრობლემა გამოიწვიოს. სოფლიოში 4 მილიონამდე სახეობიდან მხოლოდ 145,000-მდე სახეობაა აღწერილი და კლასიფიცირებული.
აქედან 400-მდე სახეობა იწვევს ადამიანში დაავადებას. განსაკუთრებულად გავრცელებულია 30-მდე სახეობა, როგორებიცაა კანდიდა ალბიკანსი, ასპერგილუს ფუმიგატუსი, კრიპტოკოკუს ნეოფორმანსი, ტრიქოფიტონი. სოკოების ძირითადი ჯგუფებია დერმატოფიტები, კანის თმის ფრჩხილის სოკოები, კანდიდას სახეობები, კანდიდოზი, ასპერგილუს, ფილტვების სოკო, სისტემური ინფექციები, კრიპტოკოკუს, განსაკუთრებით საშიში იმუნოკომპრომეტირებულებში, მუკორ რიზოფუს, სერიოზული ინფექციები სწრაფად პროგრესირებს. სოკოვანი ინფექციები აზიანებს ყველა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებს. სოკოვანი ინფექციები, ანუ მიკოზები, ყველაზე ხშირად გვხვდება კანზე ან ფრჩხილებზე, პირის ღრუში, ყელში, ფილტვებში, საშარდე გზებში. ძირითადი სოკოვანი დაავადებები: კანის სოკო, დერმატოფიტოზი. დერმატოფიტოზები ცხოვრობენ კანის, თმის და ფრჩხილების უჯრედების გარეთ. მათ შეუძლიათ დააინფიცირონ თქვენი ფეხები, საზარდულის და ბარძაყის შიდა ნაწილი, თავის კანი, ხელები, სახის კანი. ვრცელდება ტერფებზე, იღლიებში, საზარდულზე და ასე შემდეგ. კანდიდოზი გვხვდება პირის ღრუში, საშოში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ბუნებრივად ცხოვრობენ ადამიანის სხეულზე, ჩვეულებრივ პრობლემების გამოწვევის გარეშე. გარკვეულ პირობებში შეუძლია გაიზარდოს და გამოიწვიოს ქავილი ან სიწითლე. იშვიათად მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები. კანდიდოზი იწვევს კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციებს, პირის ღრუს ან საყლაპავის დაზიანებას. შეიძლება ჰიგიენური საფენის გამონაყარისგან გაჩნდეს, რომელიც ვაგინალურ სოკოვანი ინფექციებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირია იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში, მაგალითად დიაბეტის, ორსულობის დროს, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდგომ. ონიქომიკოზი, სოკოების მრავალი სახეობა იწვევს ხელის ან ფეხის ფრჩხილების ინფექციას. შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილების ფერის შეცვლა, გაუხეშება, გასქელება და დახეთქვა. რთულად სამკურნალოა და ხშირად საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. ასპერგილოზი იწვევს ფილტვების ინფექციის რამდენიმე სახეობას, მათ შორის ალერგიული ბრონქოფილტვის ასპერგილოზი და ქრონიკული ფილტვის ასპერგილოზი. მას ასევე შეუძლია დაინფიციროს სხეულის სხვა ნაწილები. ძირითადად ვითარდება იმუნოსისტემის მძიმე დარღვევისას, მაგალითად ლეიკემია ან ორგანოთა გადანერგვის შემდეგ. სოკოვანი ინფექციების სიმპტომები დამოკიდებულია თუ რა სახის და სხეულის რომელ ნაწილშია ის. პირველი ნიშნებია ქავილი, ტკივილი, სიწითლე, გამონაყარი, ორგანოს ფერის შეცვლა, გასქელება ან ფრჩხილების დახეთქვა. ტკივილი ჭამის დროს, გემოს დაკარგვა, თეთრი ლაქები პირის ღრუში ან ყელში, უმტკივნეულო წარმონაქმნი კანქვეშ. თვალის სოკოვანი ინფექცია, ტკივილი, სიწითლე, გამონადენი, მხედველობის დაბინდვა, ცრემლდენა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა. ცხვირების სინუსების სოკოვანი ინფექცია, ცხელება, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, სახის ცალმხრივი შეშუპება, სახის ტკივილი. ტვინში ან მის გარშემო არსებული სოკოვანი ინფექცია, თავის ტკივილი, ცხელება, კისრის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, დაბნეულობა. ფილტვებში სოკოვანი ინფექციების სიმპტომებია: ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ხველა, დაღლილობა, სიცხე, ქოშინი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ღამის ოფლიანობა. ნაწლავის ტრაქტის სოკოვანი ინფექცია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. სოკოები მრავლდებიან ნესტიან გარემოში, ამიტომ მარტივად ვრცელდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში, როგორიცაა შხაპები, აუზები, საუნები და გასახდელები. ასევე გვხვდებიან გარემოდან, მაგალითად ნიადაგი, მტვერი, მცენარეები და ყვავილები. ასევე ხშირია ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შემდგომ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სოკოს კონტროლირებადი ზრდა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში. სოკოვანი დაავადებები შესაძლოა თავისთავად განიკურნოს, თუმცა იშვიათად. აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა და მიზანმიმართული დანიშნულების დანიშვნა, რადგან ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რადგან მედიკამენტების მხოლოდ 3 ჯგუფი არსებობს და სამწუხაროდ პრევენციის მიზნით არ არსებობს ვაქცინები. დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომებით და წინასწარი დათვალიერებით. მათ ხშირად ერთნაირი დამახასიათებელი ფორმა აქვთ: წრიული, აქერცხვადი ზედაპირი. დადასტურებული დიაგნოზის დასმა ხდება დაზიანებული ქსოვილის ნიმუშისგან აღებული მიკროსკოპული კვლევით. სოკოვანი დაავადებების ცნობადობის ამაღლების კვირეულს ყოველ წელს
16-დან 20 სექტემბრის ჩათვლით აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს. მისი მიზანია გააძლიეროს საზოგადოების ცნობადობა სოკოვანი ინფექციებზე, წაახალისოს დროული დიაგნოზი და მკურნალობა, ხაზი გაუსვას პრევენციას, როგორიც არის ჰიგიენის დაცვა, გარემოს სისუფთავე. ალბათ თქვენს გარშემო ერთი ადამიანი მაინც არის, ვისაც ყოველთვის სცივა. სცივა ადამიანებს ზაფხულშიც კი სცივა. თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ ფსიქოლოგიური აჩემება. ამას ფიზიოლოგიური მიზეზებიც ჰქონია და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. სისხლის მიმოქცევა. როდესაც სისხლი ნორმალურად არ მიედინება კიდურებში, ხელსა და ფეხებში, ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად მიეწოდება სითბო და ჟანგბადი. შესაძლებელია დაბალი წნევის მქონე ადამიანებშიც, რასაც ჰიპერტენზია ჰქვია. შეიძლება ჰქონდეს მიზეზი ვაზოკონსტრიქცია, ძარღვების შეკუმშვა. ასევე არსებობს მიზეზი, რომელსაც ეწოდება რეინოს ფენომენი. თითების გათეთრება სიცივისგან, რომელიც მოზდით სტრესის დროს. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი. ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარის თიროქსინს, რაც ანელებს მეტაბოლიზმს, იწვევს სიცივის აუტანლობას, დაღლილობას და სხვა სიმპტომებს. დაბალი წონა ან სხეულის ცხიმის ნაკლებობა. ცხიმი თერმოიზოლაციაა, ზედმეტად გამხდარ ადამიანებს უფრო სცივად. თუ უფრო ჩავუღრმავდებით და თუ ეს მდგომარეობა შემაწუხებელი გახდა, შეიძლება უფრო პრობლემური იყოს მაგალითად ანემია, სისხლში რკინის დეფიციტი. რკინა საჭიროა ჟანგბადის გადასატანად. ანემიურ ადამიანს ხშირად სცივა და აქვს დაღლილობის შეგრძნება. მუდმივი სტრესი ან შფოთვა. სტრესი იწვევს ადრენალინის გამოყოფას, ხოლო ეს იწვევს თავის მხრივ ძარღვების შეკუმშვას, რაც შესაბამისად ჟანგბადის მიწოდებას უშლის ხელს კიდურებში, შესაბამისად იწვევს სიცივის შეგრძნებას. ასევე არის მეექვსე ფაქტორიც, ქალებში ჰორმონალური ცვლილებები. ესტროგენის მერყეობა გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე და სითბოს რეგულაციაზე. თუ ადამიანს ყოველთვის სცივა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც დანარჩენებს არა, არ იქნება ცუდი გადაიმოწმოთ შემდეგი ანალიზები. CBC, საერთო სისხლის ანალიზი ანემიისთვის, TSH, T3, T4, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, რკინა და ფერიტინი, არტერიული წნევის კონტროლი, სისხლის გლუკოზა. იშვიათად შაქრის ცვლილების დროს. გამოყვევით Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, რათა გაიგოთ მეტი სამედიცინო ამბების შესახებ. შემდეგზე გავიგოთ პირიქით ადამიანებზე, რომლებსაც ყოველთვის ცხელად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მომავალ შეხვედრამდე.